მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ჩვენ მე ვცდილობდი რესპონდენტებთან დღეს მესაუბრა პროტესტზე, მის მიმდინარეობაზე, განვითარებაზე თუ პერსპექტივებზე. და გაგვეანალიზებინა თქვენთანაც ასე მსურს ქართული ოცნების პასუხი თუ პოლიტიკა რას უპირისპირებს ის ამ პროტესტს. ჩვენ ვხედავთ რომ ქართული ოცნება არის იზოლაციაში დასავლური ცივილიზებული სამყაროსგან, არის წნეხში ქვეყნის შიგნით 73 დღეა პროტესტის, თუმცა ის ცდილობს რაღაცნაირად გადააგოროს ან ასე ვთქვათ, ხო, გადააგოროს ეს კრიზისი. ან კიდევ უფრო მეტად გააღრმავოს ალბათ რეპრესიული კანონებით და სხვადასხვა მექანიზმებით ამ რეპრესიულ სისტემას, რასაც მოიცავს. თქვენი აზრით საით მიდის პროცესი? აქვს მას უკვე წარმატების ნიშნები, პროტესტის წარმატება, მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება, არის ამის ნიშნები თუ რა აკლია ამას? გარკვეულწილად ალბათ წარმატება როგორ არ არის, ვინაიდან სამოქალაქო აქტივიზმმა გაიღვიძა ქვეყანაში და ქვეყანა ჩვენი პარტნიორების ყურადღების ქვეშ არის, მაგრამ გაცილებით აბსოლუტურად სხვა საკითხი არის, რამდენად საკმარისი არის ეს შედეგის მისაღწევად და როგორ შეიძლება შედეგში მატერიალიზაცია. ბოლო ხანებში საქართველოში განვითარდა მეცნიერების დარგი, ქვია ბიძინოლოგია. ანუ ძალიან ბევრი იჩემებს კონკრეტული ადამიანის ფსიქოტიპაჟის ამოცნობას, მის ტაქტიკას და მიდგომას. ზოგი მის შიდა, თქვათ, კულუარულ წიაღსვებს მიაწერს ამა თუ იმ ქცევის კოდექსს, ზოგი კიდევ გეოპოლიტიკურ მინარევებს. რაც შეეხება გეოპოლიტიკას, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, მაგრამ მე მაინც რჩება, იცით, ასეთ წარმოდგენა მიმინოში რომ არის ნობელი ფრაზა ამ სასტუმროში მე მინდა დირექტორი ვიყო. აი დაახლოებით ამას მაგონებს ეს მიდგომა, მაგრამ რას გავს ახლა სისტემა? ახლა მოდით აი ვეცდები ჩემს ემპირიულ დაკვირვებაზე და არა მარტო. ჩემი წარმოდგენა გადმოგცეთ და ამას შეიძლება ჩვენ გარკვეულწილად იმ კითხვაზე პასუხიც მოგცეს. არის ერთგვარი ესე ვთქვათ ჩარჩო ფარგლები, სადაც რჩეულები, რომლებიც აი ამ ჩარჩოში არიან მოქცეული, ამას გარკვეულწილად კლიენტელიზმის სისტემა ქვია, აღებმიცემობის, რომლებსაც აქვთ ცდომა გარკვეულ რესურსზე და შესაბამისად რახან აქვთ ცდომა ამ რესურსზე და ეს მეტწილად არის საბიუჯეტო რესურსი, თუმცა შეიძლება იყოს განსხვავებული სხვაც. ისინი ბუნებრივია სისტემას პასუხობენ გარკვეული ლოიალურობით. ეხლა ეკონომიკურ მეცნიერებაში არის ესეთი ცნება ურთიერთდაკავშირებულობისა და ურთიერთდამოკიდებულების. აი ეს მეცნიერების დარგი, რომელიც მე ვახსენე, სწორედ აი ამ უცნაური პარადიგმის ქართულ რეალობაში შემოდანას ქვია. ყველა ეს პირი ერთმანეთთან სწორედ ურთიერთდაკავშირებული არის და ურთიერთდამოკიდებული. დაკავშირებული და დამოკიდებული იმით, რომ ცდომა აქვთ, ერთად ინაწილებენ და თუ სადმე აბერაცია გადახრა მოხდა, შესაბამისად დასმენის სისტემა ან საქმეთა გარჩევის ეს შეიძლება ამოქმედეს და ის ადამიანი, რომელიც ეს თქვათ განუდგება ან განიზრახავს, ან სისტემაში მოაქციოს, ან რამენერად სხვა რეპრესიული ღონისძიება გამოიყენოს. ეხლა რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც სისტემის მიღმა არიან. საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ ამ სისტემის გადმოსახედენ ესენი არიან ქვეშევრდომები. აი ამ შემთხვევაში ეს ადამიანთა ჯგუფი ახლა ჩვენ აი სამოქალაქო აქტივიზმზე და მოძრაობაზე ვისაუბრეთ, რომლებიც არ ემორჩილებიან და არც აქვთ სურვილი დაემორჩილონ ამ წესებს. მათ მიმართ უკვე სხვა ღონისძიებები გამოიყენება, ეს არის ავტორიტარული კანონმდებლობა, ელექტორალური ინტერვენცია და სადაც საჭირო არის დევნა. ნებისმიერ შემთხვევაში როგორც ერთ მდგენელს, ასევე მეორეს სჭირდება სტაბილურობა იმ ჩარჩო სისტემის შიგნით და სტაბილურობა იმ ჩარჩო სისტემის გარეთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ეგრეთ წოდებული ავტორიტარული სტაბილურობა, რომელიც რა თქმა უნდა აწყობს სისტემის მესუარებს, მაგრამ არ შეიძლება გვაწყობდეს ჩვენ. ამდენად ერთი სიტყვით ამის მორევა, ამის გადატანა რაღაც უფრო ხარისხობრივად სხვა სიტყვაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთული ამოცანა არის. ახლა მიმდინარეობს ვინაიდან განსხვავებულ ქმნილებას წარმოადგენს. ისეც, რომელიც ჩვენ არ გვიხილავს დღემდე. ანუ ახლა მიმდინარეობს აი ამ დაკავშირებულ ერთმანეთთან რაღაც რესურსების გამო დაკავშირებულ ადამიანებსა და
სხვებს შორის დანარჩენ ქვეშევრდომებად რომ მიიჩნევენ, მათ შორის ბრძოლა ძალმომრეობაა, მათ შორის ვინ უფრო მეტად გაძლებს, ვინ უფრო მოერება. ანუ აქციის მონაწილეები და მთელი ეს ასე ვთქვათ ბიძინა ივანიშვილი და მის ირგვლივ შემოკრებილი ადამიანები, ვინც იღებენ მისგან რესურსს. ერთადერთი ცვლილება, რასაც ეს სისტემა შიგნიდან მოქმედი სისტემა ჩარჩოში შიგნით და დაუშვებს, ეს არის კარის სასახლის გადატრიალება, როცა სისტემა თვითონ მონაცვლეობა ხდება ფიგურანტების, მაგრამ არსებითად სისტემა რჩება არსობრივად იგივე. ანუ რამე ცვლილება ამ მხრივ არ ხდება. ანუ ერთი თქვათ სოფლიო ისტორიაც გვიჩვენებს ჩვენ, რომ ეს არის ცვლილებათა ძალიან ისე თქვათ გავრცელებული ტიპოლოგია, მაგრამ სისტემის მიღმამყოფთათვის ეს შეიძლება ნაკლები შეღავათი იყოს და თავარი კითხვა ახლა თქვათ ის ჯახი, ჭიდილი, როგორ შეიძლება ეს ორთაბრძოლა გადაწყდეს. ეხლა ჩვენ აი ყოველთვის მინდა რომ რაღაც ორიგინალიზმი შემოვიდანო პასუხში, მაგრამ ისევ იმ მარტივ და სრულხაზოვან პასუხამდე დავდივარ, რომ მთავარი ღერძი ალბათ მორევისა, ან ცვლილებებისა, მოდი ესე ვთქვათ, უფრო დელიკატურად, ტრანსფორმაციისა, თვისობრივი ცვლილებებისა გადის იმ საშინაო დავალებაზე, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ უნდა შეასრულოს, მაგრამ მე რატომ ავიღე ჩემ თავზე სითამამე და გამბედაობა, რომ სისტემის არსი ამეხსნა, რომ მისი მორევა მხოლოდ სამოქალაქო აქტივიზმით არის ძალიან რთული, ამას ჭირდება გაცილებით უფრო მეტი რესურსი, ამას ჭირდება პრაქტიკულად ფართო სამოქალაქო პროტესტის ზღვრამდე მისული წინააღმდეგობის მოძრაობა, სხვაგვარად, რა თქმა უნდა, ძალიან რთული არის და კიდევ ერთი, რაც აუცილებელი არის, ახლა ყოველ მედალს გააჩნია მეორე მხარე. ეხლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ სისტემის ელექტორალურ ლეგიტიმაციაზე, ან ლეგიტიმაციის არქონაზე, ჩვენ ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ მოქმედი ოპოზიციური სპექტრის საჯარო ლეგიტიმაცია, საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია, მოდი უკვე ვთქვათ, რომელიც საკმაოდ დაბალი ხარისხის არის. აი, გულწრფელად რომ გითხრათ, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც ჩვენ დღეს უყურებთ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გამორჩეული პოლიტიკოსი არის ინდივიდი, რომელსაც პირადადაც ვიცნობ, ან არ ვიცნობ, მაგრამ პარტიის ვსემ, მთლიანობაში ოპოზიციური სპექტრი არ თავაზობს ამ სისტემას მთავარ საფრთხეს, ალტერნატივას. ნებისმიერი ავტორიტარული სისტემისთვის ყველაზე მთავარი საფრთხე არის ალტერნატივა. ეს პოლიტიკურ ლიდერებს ეშინიათ საარჩევნო ყუთის თორე ავტორიტარს ეშინია ალტერნატივის და ჩემი აზრით დღემდე რაც ოპოზიციურმა სპექტრმა ვერ მოახდინა აი მქმედითი ალტერნატივის შეთავაზება, რითაც ამ საჯარო ლეგიტიმაციასაც მოიხვეჭდა მათ შორის. და რა გააჩენს ალტერნატივას, ახალი სიახლე ამ ოპოზიციურ ველზე, თუ მათი მხრიდან ალტერნატივის უკეთესად წარმოჩენა? ორივე ერთად, ეს ალბათ ეხება თვითონ შიდა პარტიულ გადახალისებას, თვითონ პარტიებს შორის მეტი დემოკრატიის, მეტი ღიაობის დამკვიდრებას, ალბათ ახალი სახეების წარმოჩენას როგორც პარტიის სიახლში, ასევე პარტიების სიახლში, ასევე რა თქმა უნდა არსებული პარტიების მიღმა თვისობრივად ახალი პოლიტიკური ძალის ან ძალების შექმნას, მაგრამ ეს არ უნდა გადადიოდეს რაოდენობრივ გაბევრებაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უნდა იყოს თვისობრივი ხარისხობრივი მაჩვენებელი. აი, მინდა ისევ იმ თემას დავუბრუნდეს სისტემას, სადაც მოქმედი პირები ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები და მათ შორის იმის გამო, რომ ისინი იღებენ რესურსებს. რა გაწყვეტს ამ კავშირს მათ შორის? იცით, ალბათ და საჭიროა თუ არა რეალური ცვლილებისთვის, დავამატებ, მათ შორის კავშირის გაწყვეტა, ან შეიძლება თუ არა ეს გადამწყვეტიც აღმოჩნდეს? ალბათ კავშირის გაწყვეტა, ეხლა მე შეიძლება ცოტა ძალიან წინ გავუსრო მოვლენებს და თქვათ რაღაც მოდელირებას და ემსგავსოს, მაგრამ შეიძლება ამ კავშირების გაწყვეტას ხელი შეუწყოს შიდა წინააღმდეგობებმა. და შიდა წინააღმდეგობები შეიძლება წარმოშვას რესურსზე წვდომის შეზღუდულობა, მან რესურსის უკმარისობა. ეს რესურსის უკმარისობა შეიძლება მათ შორის უკავშირდებოდეს ქვეყნის იზოლაციას, კავშირების გაწყვეტას, ეკონომიკური დამოკიდებულების ჩვენ ავად თუ კარგად ინტეგრირებული ვართ კონკრეტულ ეკონომიკურ სისტემაში. და ამ ინტეგრაციის შედეგად ჩვენ ვიღებდით იმ სიკეთეებს, რომლებიც ჩვენ არ გვაცხოვრებდა როგორც ახლა რიგით ლუქსემბურგელს, ლიხტენშტაინელს, მაგრამ ასე თუ ისე გარკვეულ ეს თქვათ გამაყოფას ქმნიდა ყოველ შემთხვევაში საზოგადოების გარკვეული წრისათვის. ეს იძლეოდა სწორედ საშუალებას, რომ აი ამ დაკმაყოფილების ხარჯზე ეს სისტემა ასე თუ ისე თავს ართმევდა, მაგრამ თუ ეს რესურსული შიმშილი გაჩნდა და სიმცირე, ამას შეიძლება გამოიწვიოს ამ ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის შიგნით. ამ ფრაზეოლოგიას ხშირად ვიყენებ, იმიტომ რომ
დღევანდელი პოზიციონირება ჩვენი ქვეყნის სხვა შედარების საშუალებას არ მაძლევს, სწორედ რომ იძლევა იმის წინაპირობას, რომ შიგნით მოხდეს გარკვეული განხეთქილება. ეს განხეთქილება ასევე მე ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან მოხდება. თავარი არის რომ ის გარეშე, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, საქართველოს მოქალაქეები, მათი გაგებით ეგრეთ წოდებული ქვეშევრდომები მზად იყვნენ რა, რომ ამ განხეთქილების მიმდინარეობას დროზე აუღონ ალღო და გადაიტანონ კონსტრუქციულ კალაპოტში. მესმის, თუმცა თქვენ ატყობთ თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში რაღაც შემგუებლურ უნარჩვევებს. ის დასანქცირებულია შეერთებული შტატების მხრიდან, შეიძლება ეს არ არის უმაღლესი დონე სიმკაცრის თვალსაზრისით, სანქცია, რომელიც მას აქვს დაწესებული, თუმცა საუბრობენ და ევროპაშიც, ევროპულ სახელმწიფოებში და შეიძლება ეს არ არის, ასე ვთქვათ, უკანასკნელი სანქცია, რაც მას აქვს. იზოლაციაშია, მაგრამ ვხედავთ ირაკლი კობახიძეს, მისი პარტიის ლიდერი, არჩევნების შემდეგ რომელ ქვეყნებს მიმართავს, ვისთან საუბრობს, რა ქვეყნებში ჰქონდას მას ოფიციალური ვიზიტი. ეძებს ალტერნატივას სავარაუდოდ, ვინც მხარს დაუჭერს მის პოლიტიკას საქართველოში. ეგუება თუ არა ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ დასავლური სახელმწიფოებისგან იზოლაციას და რაღაცნაირად აყალიბებს თუ არა მის პოლიტიკას თუ ქვეყნის გესს აღმოსავლეთისკენ. მე ვფიქრობ, რომ არა თუ ეგუება, არამედ უკვე დიდი ხნის შეგუებული არის. ამიტომ მე პირადად იმ აზრზე ვარ და აღმოჩენას ვერ გავაკეთებ, რომ რამდენადაც არ უნდა გაიზარდოს ბატონ ივანიშვილის მიმართ წნეხი გარედან, ამას რაიმე თვისობრივი გარდატეხა ქცევაში და დამოკიდებულებაში არ მოყვება. ეს რაც შეეხება ამ კონკრეტულ კითხვას. ეხლა რაც შეეხება ბატონი კობახიძის მოქმედებას, მე რამდენიმე ჩემი საქმიანობის პროცესში რამდენიმე დარგთან მქონდა შეხება სამართალთან, ეკონომიკასთან, საერთაშორისო ურთიერთობასთან, მაგრამ არ მქონდა არასდროს შეხება იმ სპეციალიზებულ დარგთან, რომელმაც შეიძლება ახსნას ბატონი კობახიძის ფსიქოტიპაჟი. ამიტომ ამ შემთხვევაში მე ამ კითხვაზე პასუხს ავირიდებდი, იმიტომ რომ არ ვარ ამ ვიწრო სპეციალიზაციის მცოდნე. სხვა მხრივ, ესე იგი, მე ვფიქრობ, რომ არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც აბსოლუტურად შეგუებული არის, რომ აი ამ, ასე ვთქვათ, ჭოგბჯენში უნდა გააგრძელონ ჭიდილი. მაგრამ არის ისეთი ჯგუფი, რომელიც მართალია იმ სისტემის შიგნით იმყოფება, მაგრამ ასე თუ ისე ხვალინდელი დღე მათთვის სულ ერთი არ არის. აი ეგრეთ წოდებული ტერმინი enablers არა, მაცოცხლებლები, რომლებიც სხვადასხვა შრეებისგან შედგება, ეს ბიზნესრეები, პროპაგანდა, სადაც მოდით ვაღიაროთ, რომ ჯერჯერობით დღის სტრესის მაინც ალბათ თუ კარგად ჩვენთვის უსიამოვნო აღიარება არის, მაგრამ ქართული ოცნება არც თუ წარუმატებლად არ თმევს თავს. ამიტომ აი ამ ბიზნეს წრეების მიმართულებით, რომლებისთვისაც სულ ერთი არ არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხვალინდელი დღე და პროპაგანდის კუთხით თუ არ მოხდა გარდატეხა, სხვაგვარად რა თქმა უნდა სისტემის გარდაქმნაზე ან რაიმე სახის ტრანსფორმირებაზე ძალიან რთული იქნება. ამდენად ანუ როცა ჩვენ საუბრობთ წნეხის ეფექტიანობაზე და შედეგიანობაზე, ალბათ რეალისტურად უნდა შეხედონ ჩვენმა პარტნიორებმა და სწორედ იქეთკენ უნდა მიმართონ, ვისთვისაც სულ ერთი არ არის, ვისაც არ ენაღვლება და ვინც ამას გულთან მიიტანს არა მარტო ემოციურად, არამედ პრაქტიკული შედეგის კუთხითაც. აი როცა წეგან საუბრობდით ჩვენ სისტემაში კავშირების გაწყვეტაზე თუ ბზარზე, აქ შეუძლია პოზიტიური როლი ითამაშოს დასავლეთმა იგივე ბიზნესმენების თუ ბიზნესის თუ სხვა მაცოცხლებელთა დასანქცირებით. რადგან ბიძინა ივანიშვილი უკვე შეგუებულია? იცით, არა მარტო დასავლეთთან. ერთი ექსპერიმენტული მოსაზრება მინდა გაგიზიაროთ. ჩვენ, როდესაც საუბარი არის ქართულ პოლიტიკაზე და ამ კრიზისიდან გამოსვლაზე, ოპოზიციური სპექტრის გადმოსახედიდან ხშირად ვოპერირებთ დასავლეთით. ჩემი აზრით, ეს ის დრო არის, როდესაც ოპოზიციური სპექტრი არსებული მოთამაშეების სახით თუ მომავალი მოთამაშეების სახით ასევე უნდა ეურთიერთობოდეს სამყაროს სხვა გეოგრაფიებსაც. ეს გლობალური სამხრეთი იქნება, აღმოსავლეთი, ცენტრალური აზია თუ ასე შემდეგ. იმიტომ რომ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ სისტემის რეანიმირებაზე ან ასეთ ვითარებაში, მისი არსებობის განრძობაზე, ჩვენ ხო კარგად ხედავთ, რომ მოქმედებაში შემოდის ჩამნაცვლებელი გეგმა. მათ შორის ეკონომიკური გადმოსახედიდან. ახლა ჩვენ ძალიან ხშირად ვახსენებთ სიტყვა რესურსი.
ეს შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ თანამედროვე პოლიტიკა, როგორც შიდა, ასევე გარე, ეს არ არის იდეოლოგია, ეს არის რესურსები, მათ შორის და სტრატეგია, გარკვეულწილად აი ტექნოკრატია, კონიუნქტურა, ნომენკლატურა და ინფრასტრუქტურა. ამიტომ ჩემი აზრით, რაცაც ჩვენ ვხედავთ, რომ განსაკუთრებით 28 ნოემბრის შემდეგ აი ამ ჯგუფმა, რომელსაც ქართული ოცნება ქვია, მაგრამ ეს რეალურად მე თქვი რომ ეს არის ქართული deep state-ი ყველაზე მანკიერი ფორმით დაიწყო სხვა გეოგრაფიების მიმართულებით ყურება, ჩემი აზრით ამ ტრენდს ძალიან ორგანულად ხარი უნდა აუბას ოპოზიციამაც და იმ ქვეყნის ლიდერებთან თუ არა ვინაიდან მათ ოფიციალური სტატუსი არ აქვს, სულ იმ ადამიანებთან, ვინც იმ გეოგრაფიებში, იმ ქვეყნებში საზოგადოებრივ აზრს ქმნის, უკვე კონტაქტში უნდა იყოს, კომუნიკაციაში უნდა იყოს, რომ აი ეს სათათარიგო ვარიანტები გარკვეულწილად ქართულ ოცნებას, ალა ქართულ deep states თანდათანობით შეეზღუდოს. კი ბატონო, მესმის. თქვენ ცოტა ხნის წინ თქვით, რომ ბიძინა ივანიშვილი გარკვეულწილად შეგუებული იყო თავიდანვე იმაზე რომ მას ან დაასანქცირებდნენ, ან მას ექნებოდა, ასე ვთქვათ, წნეხი დასავლეთიდან. მას უნდა დაელაპარაკონ? მე მაინტერესებს ასევე კითხვაზე, ვიცით რა უნდა ბიძინა ივანიშვილს? მან იცის რა უნდა თვითონ. აი მე ესეთი რიტორიკული კითხვა მაქვს, ამდენად ხანდახან როდესაც მესმის ეთერში რომ სხვადასხვა ადამიანები გამომდინარე მათი გამოცდილებიდან ბატონ ბიძინასთან სხვადასხვა პერიოდებში ურთიერთობისა მსჯელობენ და გარკვეულ დასკვნებს აკეთებენ. ალბათ პირველ რიგში მე ვინმეს თუ აქვს უფლება ამ თემაზე მსჯელობისა, სულ მცირე ერთ-ერთი მათგანი მე ვარ, იმიტომ რომ მე შედარებით უახლესი ისტორიული მეხსიერების მატარებელი ვარ და მეც ამ შემთხვევაში საკუთარ თავს ამის უფლებას არ ვაძლევ. პირველი რაც გითხარით არის ეთიკა, არა მარტო პროფესიული, არამედ ურთიერთობების და მეორე არც მე ვარ ბოლომდე დარწმუნებული რა ამოძრავებს. თუმცა საბოლოო ჯამში ძალიან არაპოპულარული იქნება ჩემგან ამის ნათქვამი, რომ დიახ, ჩვენ შეიძლება მაღალი ხარისხით ვიმსჯელოთ, რამდენად შეთანხმების უნარიანი არის დღეს ეს ჯგუფი და ეს არ არის მხოლოდ ბატონი ივანიშვილი, არამედ ალბათ რამდენიმე კაცი მის გარემოცვაში, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ქვეყნის ევოლუციური განვითარება, რამდენადაც ამის საშუალება ჩვენ ვითარება მოგცემს. საუბარი შეთანხმება დათმობებზე მოლაპარაკება ალბათ გარდუვალი არის და აქაც ახლა მე არ ვიცი როგორ იყო ჩაღებს ქართული საზოგადოება და ქართული ოპოზიციური სპექტრი, მაგრამ როდესაც ევროპულობაზეა საუბარი და ევროპულ წიაღში სწრაფ მიბრუნებაზე, ალბათ ამ ასპარეზეც რამენაირად უნდა იყო ჩახოს, ვიმეორებ თუ ობიექტურად ამის საშუალება იქნა, იმიტომ რომ სხვაგვარად აი ესე კედელზე ჩემი აზრით ეს საკმაოდ არათუ პერსპექტივო, არამედ ყველასთვის დამაზიანებელი პროცესი იქნება. ჩვენ გაცილებით უფრო მეტი საფასურის გადახდა მოგვიწევს იმ ცვლილებებში, რომელიც მაინც გარდუვალი არის, უბრალოდ იქნებ რამენაირად წნეხი ამ საფასურისა, დავწიოთ და ასატანი გავხადოთ ყველასათვის. მაგრამ ეს კითხვა იცით რატომ დაგისვით? როცა ვამბობთ, რომ ამ კაცს რაც უფრო მეტად მკაცრი შეიძლება იყოს რეაქცია დასავლეთიდან, მას მოჰყვება ბიძინა ივანიშვილის და მისი პარტიის ასევე მკაცრი პასუხი, სხვა რა შეუძლია დასავლეთს თუ არა მასთან საუბარი, არა? ან შეეძლო თუ არა დასავლეთს ესაუბრა არა ირაკლი კობახიძესთან, არა სხვა ლიდერთან მართველი პარტიის, არამედ რეალურ მართველთან. იყო თუ არა შესაძლებელი. რადგან აი მაგალითად ერთხელ ესაუბრა მაკრონი, მას წაუყენა რაღაც მოთხოვნები, ივანიშვილსაც ჰქონდა პასუხი, თუმცა ჩვენ არ ვიცით მაინც საბოლოოდ რა იყო მათი საუბრის მთავარი თემა. მე გეტყვით თქვენ ნიშნად ჩვენ არ ვიცით რა სჭირდება. ჩემი თქვენ დამი პირადი პატივისცემისა, მოდით თუ გინდათ ამას დააბრალეთ. არა მარტო მაკრონთან საუბარი, არამედ მანამდეც იყო ცდილობები ასეთი ორმხრივი საკომუნიკაციო არხების გახსნის. მაგრამ სამწუხაროდ ამ ცდილობებმა შედეგი ვერ გამოიღო. რაც შეეხება მაკრონთან საუბარს, ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია დავეყნოთ პრეს რელიზ განცხადებას, თუ მეხსიერება არ მღალატობს, იქ საუბარი იყო ხელმეორე საუბარზე, რომელიც არ შედგა და ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ პირველი საუბრის შემდეგ ქართულმა მხარემ დაივალა რაღაც,
რაც არ გაკეთდა, ვერ გაკეთდა და შესაბამისად ამან შექმნა ვერ შექმნა წინაპირობა მეორე საუბრის. ალბათ ასე შეგვიძლია ჩვენ ბატონი ივანიშვილისა და ბატონი ბაკრონის ის კომუნიკაცია გადავთარგმნოთ პრაქტიკულ სიტყვაში. იმიტომ რომ იქ იყო მოთხოვნა დაკავებულების გათავისუფლების შესახებ. ერთ-ერთი მკაფიოდ დასმული. საკომუნიკაციო არხების მცდელობა ვის ჰქონდა? ივანიშვილს თუ სხვებს ივანიშვილთან? იყო ორივე მხრიდან. და ჩვენ ეს ვიცით ასევე იგივე ბატონი ივანიშვილის განცხადებებიდან ამერიკის შეერთებული შტატების EOS-თან შეხვედრაზე ეს თავადაც თქვა თვითონ განაცხადა ამის შესახებ. ზოგადად ახლა ჩვენ ვოპერირებთ საკმაოდ ვიწრო გარემოში, სადაც წვდომა არის არა მარტო ინფორმაციაზე, არამედ კონკრეტულ კონტაქტებზე, ასე რომ ასეთი მცდელობა იყო ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც ერთადერთი მიზნით და ერთადერთი სურვილით გაეგოთ რა იყო რეალური мотиваცია და მოსაზრებები ასეთი მეტად უცნაური დამოკიდებულებისა პრაქტიკულად 30 წლიანი პარტნიორობისადმი. ეს მართლაც არის. უნდათ გაეგოთ რა შეიძლება და ყოფილიყო ის წითელი ხაზები ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან და რაც შეიძლება და მომხდარიყო ორგანული გადაკვეთა. ეს საჭიროება განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკრაინაში რუსული აგრესიის განახლების შემდეგ. მაგრამ ნახეთ და მოწმენი ვართ იმისა, რომ ეს მსვლელობები სამწუხაროდ დამთავრდა წარუმატებლად. რისი ბრალი არის ეს სამყაროს თავისებური აღქმის? თუ არის კიდევ რაღაც სხვა გეოპოლიტიკური შრეები, ახლა რაც შეეხება მეორე ელემენტს, მე რა თქმა უნდა მიჭირს და ეგ არასერიოზული იქნება ამაზე საუბარი, თუმცა ჩვენ ვიმყოფებით იმდენად რთულ რეგიონში და იმდენად წინააღმდეგობრივ რეგიონში, რომ არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ხვალდაზე ისტორიის ფურცლებმა დამატებითი მასალა და ფაქტები მოგაწოდოს ამასთან დაკავშირებით. თქვენ შეგიძლიათ დამატებითი რამ მითხრათ ამ კომუნიკაციის მცდელობაზე თუ კი იცით ბიძინა ივანიშვილმა თავად თქვა არჩევნებამდე რომ აქვს დაგეგმილი ამერიკის ელჩთან შეთანხმებულია შეხვედრა და შემდეგ აღმოჩნდა რომ ასეთი შეხვედრა ვერ შედგა ეს ვის გამო ბატონო გაიმეორეთ ვის გამო ვის არ ვიცი ამ ისტორიაზე მე ვერ გეტყვით მე ერთადერთი რაც ვიცი რაც თქვენ განცხადებიდან შეიტყვეთ მაგრამ რაც შეეხება იმ საკითხის მეორე ნაწილს რომელიც სხვა შესაძლო კომუნიკაციებს ეხებოდა მანამ სანამ ბატონი ივანიშვილის გარშემო არსებობდა არც თუ ბევრი მაგრამ ჯანმრთელად და რაციონალურად მოაზროვნე ადამიანების მცირე მაგრამ გარკვეული ჯგუფი მათი მხრიდან გარკვეულ საუბრებში, ეხლა ისე გამომდის მათ შორის კოლმეურნეობის თავმჯდომარის არ იყოს, იყო რა თქმა უნდა ამაზე საუბრებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ახლა დღეს რო ჩვენ შევხედოთ იმ ველს, რომლის უნებლიე თუ ნებელობითი ზევალი არის თავად ბატონი ბიძინა, იქ არათუ ამ საუბრების წამომწყები, არამედ როგორც ფოლკლორული ენით იტყვიან ხოლმე, ცუდი ამბის მიმტანიც უკვე აღარავინ არ დარჩა. კავშირები გაწყვეტილია. კეთილი, მადლობა. მადლობა თქვენ. დავაკვირდეთ პროცესს როგორ განვითარდება. მადლობა ვიქტორ ყიფიანს.